წარმოიდგინე, რომ ეკლესიაში შედიხარ, არასალოცავად, ან სულიერი სიმშვიდის საპოვნელად, არამედ აი როგორც რიგითი მომხმარებელი. აჰა, საინტერესო დასაწყისია. ხო, ანუ მომხმარებელი, რომელსაც რაღაც კარგად შეფუთულ სრულყოფილად გათვლილ მარკეტინგულ პროდუქტს გავაზობენ. პირველი რეაქცია ალბათ, გაკვირვებაა, ან იქნებ ბრაზიც, ხო? კი ბატონო, ჟღერს აბსოლუტურად მკრეხელურად, მოდი ასე ვთქვათ. ზუსტად. რელიგია და მარკეტინგი თითქოს სამყაროს ორ სრულიად საპირისპირო პოლუსზე უნდა იდგნენ. თუმცა, ზუსტად ამას ამტკიცებს ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში თავად ამ გრანდიოზული, ამ ძლევამოსილი სისტემის შიგნით იდგა. და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი აქ. კი, როდესაც თავად სისტემის განუყოფელი ნაწილი საჯაროდ გამოდის და გეუბნება, რომ სულიერების დახლზე, ასე თქვათ, მხოლოდ ოსტატურად შექმნილი ბრენდი დევს, იძულებული ხარ, რომ წამით მაინც გაჩერდე და მოусმინო. ნამდვილად. დღეს ჩვენ სიღრმისეულ განხილვაში სწორედ ასეთი ტექსტის შიდა მექანიზმებს ვშლით. წყარო, რომელსაც დღეს ვეყრდნობით, არის თეოფილე მალაქიას, ანუ იგივე რევაზ ბაქრაძის ვიდეო მასალა. და სათაურიც კი პირდაპირ დარტყმაზეა გათვლილი. სათაურია, ჩემი ცნობიერების სავიზიტო ბარათი, რატომ ვამხელ სამღვდელოებას. სანამ უშუალოდ ავტორის არგუმენტების ანატომიას დავშლით, აუცილებელია თავიდანვე ერთი მკაფიო საზღვარი გავავლოთ ჩვენთვის და მსმენელისთვის. აუცილებლად გისმენ. ტექსტი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ეხება რელიგიას, ინსტიტუციურ ავტორიტეტებს და აი ამ პიროვნულ პროტესტს. ეს ის თემებია, რომლებიც ნებისმიერ საზოგადოებაში ძალიან სენსიტიურია და ხო იცი, ხშირად პოლარიზაციას იწვევს. კი, სულ ორბანაკად იყოფა ხოლმე ხალხი. ზუსტად. ამიტომ ჩვენი მიზანი აქ არ არის სამღვდელოების განსჯა ან ინსტიტუციის კრიტიკა, ან თუნდაც მეორე მხრივ ავტორის პოზიციის გაზიარება და მისი ადვოკატირება. ნამდვილად, ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიჭერთ. კი ბატონო, ჩვენ აქ ვართ როგორც ობიექტური ანალიტიკოსები. ვსწავლობთ ფენომენს, ანუ ჩვენი ამოცანაა გავიგოთ რა ლოგიკა, რა ემოციური მექანიზმები მოქმედებს ამ კონფლიქტის მიღმა და კონკრეტულად რას გვეუბნება ორიგინალი წყარო. და ზუსტად ამ მიუკერძოებელი პოზიციიდან უნდა დავსვათ მთავარი შეკითხვა. ეს იქნება ჩვენი დღევანდელი განხილვის ხერხი. რა ხდება, როდესაც ინდივიდის რწმენა და შინაგანი ცნობიერება ტრაექტორიას იცვლის და ასე ღიად უპირისპირდება იმ სისტემას, რომელმაც ის გამოზარდა. ურთულესი პროცესია. აი, დავიწყოთ უშუალოდ სათაურით. ფრაზა ცნობიერების სავიზიტო ბარათი ხომ არ არის რაღაც სტანდარტული არჩევანი. ეს არ არის უბრალოდ კრიტიკა ან პროტესტი. რას ნიშნავს საერთოდ, როდესაც საკუთარ მხილებას სავიზიტო ბარათს უწოდებ? იცი რა არის? ტერმინის არჩევანი მანდ აბსოლუტურად მიზანმიმართულია. ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ავტორის საკუთარ ქმედებას. სავიზიტო ბარათი ხომ არის პირველი კონტაქტი, არა? კი, ანუ შენი სახეა ფაქტობრივად. ზუსტად, ეს არის იდენტობის შეკუმშული ყველაზე ზუსტი ფორმა, რომლითაც თავს წარუდგენ სამყაროს. როდესაც თეოფილე მალაქია იყენებს ამ მეტაფორას, ის გვეუბნება, რომ სისტემის მხილება აღარ არის უბრალოდ მისი ერთ-ერთი შეხედულება, ან რიგითი აზრი? ხო, რიგითი აზრი აღარ არის, ეს გახდა მისი ეგზისტენციალური ბირთვი. წყაროს მიხედვით, მისთვის სიჩუმე უკვე აღარ არის უბრალოდ აი კომფორტის შენარჩუნება. აბა რა არის? სიჩუმე მისთვის საკუთარი პიროვნების და ცნობიერების ფიზიკური განადგურების ტოლფასია. ანუ ეს არის მდგომარეობა, სადაც შინაგანი სინდისე ვერ არიტევს კომპრომისს და უბრალოდ იფეთქებს. ვაუ. აი, ამის უკეთ წარმოსადგენად, მოდი რეალური სამყაროს პარალელი გამოვიყენოთ. კი ბატონო, მოდი. აი, შენც წარმოიდგინე მსმენელს გულისხმობ, რომ მუშაობ უზარმაზარ მრავალმილიარდიან კორპორაციაში. წლები აიქ ხარ, ეს ადგილი რაღაცნაირად შენს ოჯახად იქცა. კოლეგები შენი მეგობრები არიან და სისტემა უზრუნველყოფს შენს სტაბილურობას, ხომ? აჰა, კომფორტის ზონაა აბსოლუტური. ზუსტად. და უცებ შემთხვევით წააწყდები დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს უმძიმეს ეთიკურ თუ ფინანსურ დარღვევებს შიგნით. ინგლისურენოვან სამყაროში ამ ფენომენს უწოდებენ whistleblowers, ანუ განგაში ზარის შემომკვრელს. კი, ცნობილი ტერმინია. ხო. და შენ ზუსტად იცი, რა მოჰყვება ხმის ამოხებას. კარიერის დასასრული, მეგობრების დაკარგვა, სრული იზოლაცია.
მაგრამ ასევე იცი, რომ თუ გაჩუმდები, ყოველდილით სარკეში ჩახედვისას ფაქტობრივად თანამონაწილეს დაინახავ. ზუსტად. და შენი გადაწყვეტილება, რომ ისაუბრო, ხდება შენი ახალი იდენტობა. თუმცა აქ ერთი უზარმაზარი განსხვავებაა ჩემი აზრით. კორპორაცია მხოლოდ ფულს და კარიერას ეხება. ეკლესია კი ადამიანების სულიერ გადარჩენას. არა? კი, მასშტაბი სულ სხვა. აი მანდ მიჩნდება კითხვა. თუ კორპორაციაში შიდა პრობლემებზე საუბრობ, ფასი ეცემა აქციების. მაგრამ თუ ეკლესიაში აკეთებ იმავეს, ათასობით ადამიანს შეიძლება რწმენა და სულიერი საყრდენი გამოეცალოს. არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ასეთი ღია, მწვავე მხილებით ავტორმა ბევრად მეტი ზიანი მიაყენოს ჩვეულებრივ მრევლს, ვიდრე რაიმე ხელშესახების სიკეთე მოიტანოს. ეგ ძალიან ლოგიკური კითხვაა, მაგრამ წყაროს შიდა ლოგიკა ამ დილემას ცოტა განსხვავებული კუთხით უდგება. როგორ? ავტორის პერსპექტივიდან, ეს ილუზორული უსაფრთხოება ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე მწარე სიმართლისგან გამოწვეული დროებითი შოკი. საინტერესოა. თუ თავშესაფარი, რომელსაც ადამიანები ეყრდნობიან, შიგნიდან უკვე გამოფიტულია და მხოლოდ ფასადს წარმოადგენს, მაშინ სიჩუმით ამ ფასადის დაცვა, მისი აზრით, არის დანაშაული. გამოდის, რომ პრაგმატულად აღარ უყურებს ამას. ზუსტად. ტექსტი გვთავაზობს იდეას, რომ ჭეშმარიტება არ ექვემდებარება პრაგმატულ კალკულაციებს. აი მაგალითად, ღირს თუ არა ამის თქმა ახლა, ხალხი ხომ არ შეშინდება და ასე შემდეგ. კი ბატონო. მხილება ამ შემთხვევაში არის ვალდებულება საკუთარი ცნობიერების წინაშე. თუ შენ ხედავ დაავადებას და მას მალავ, რათა პაციენტი არ ანერვიულო, შენ ფაქტობრივად კლავ პაციენტს. გასაგებია. ამიტომ ავტორისთვის მხილება არ არის ზიანის მიყენება. ეს არის ქირურგიული ჩარევა, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია, თუნდაც ის უკიდურესად მკივნეული იყოს. დაფიქრდი შენს საკუთარ ცხოვრებაზე, მსმენელო. ყოფილა ოდესმე მომენტი, როცა სიმართლის თქმა შენთვისაც ასეთი ქირურგიული ჩარევა ყოფილა. ალბათ ბევრს ქონია მსგავსი მომენტი. კი. სიტუაცია, როცა ზუსტად იცოდი, რომ შენი ერთი წინადადება დაანგრევდა ნაცნობ, თბილ, კომფორტულ გარემოს, მაგრამ მაინც თქვი, რადგან სხვაგვარად უბრალოდ ვეღარ ისუნთქებდი, ხო? ეგ არის ის ემოციური და ეგზისტენციალური წონა, რომლითაც ეს ტექსტი იწყება. ნამდვილად, მაგრამ ინდივიდის ფსიქოლოგიიდან ახლა ზუსტად იმ საკითხზე უნდა გადავიდეთ, რამაც ეს აფეთქება გამოიწვია. თუ ეს არის მხილება, კონკრეტულად რა არის სამიზნე? ეგ არის ყველაზე საინტერესო ნაწილი. ხო, იცი, როცა რელიგიურ ტექსტს ვკითხულობთ, ჩვენ ველოდებით საუბარს დოგმატებზე, ლიტურგიაზე, რაღაც საღვთისმეტყველო ნიუანსებზე. თუმცა წყაროში აბსოლუტურად სხვა სურათი გვხვდება. აბსოლუტურად. იქ ჩნდება ისეთი სიტყვები, როგორიცაა ტელევიზია, მარკეტინგი, ციფრული სივრცე, ტაბლეტები. რელიგიის კრიტიკა უცებ გადადის თანამედროვე მედია თეორიის ენაზე. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ეს არის წყაროს ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური და ანალიტიკურად საინტერესო ასპექტი. თეოფილე მალაქიას კრიტიკის ეპიცენტრი რეალურად არ არის რომელიმე კონკრეტული თეოლოგიური დოგმის დარღვევა. აბა რა არის? ის აკრიტიკებს თავად ინსტიტუციის მუშაობის პრინციპის ტრანსფორმაციას. ტექსტი აღწერს, თუ როგორ გადაერთო თანამედროვე ეკლესია ტრადიციული სულიერი პრაქტიკებიდან მედია ორიენტირებულ სუფთა კომერციულ რელსებზე. მარკეტინგზე. კი. ავტორი სამღვდელოებას ხედავს არა როგორც სულიერ მწყემსებს, არამედ როგორც კორპორატიულ მენეჯერებსა და მარკეტოლოგებს. ისინი იყენებენ ტელევიზიასა და ციფრულ ტექნოლოგიებს საკუთარი გავლენის ზონის გასაფართოებლად. პრობლემა, რომელსაც ის ხაზუსვამს, არის სულიერების სრული კომერციალიზაცია. მესმის. როდესაც რწმენა იქცევა უბრალოდ კონტენტად, რომელსაც მომხმარებელი ტაბლეტის ეკრანიდან მოიხმარს. ეგ თეზისი ძალიან საინტერესოა, მაგრამ მოდი გავაანალიზოთ. აშკარად წინააღმდეგობას ბადებს. რატომ გისმენ? ტექნოლოგია ხომ თავისთავად ნეიტრალური არა? ინტერნეტი და ტელევიზია უბრალოდ ინსტრუმენტებია სათქმელის მისატანად. ჩვენ 21 საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანების ყურადღება ციფრულ ეკრანებზეა მიჯაჭვული. კი, ეგ ფაქტია.
ხო და თუ ნებისმიერ ორგანიზაციას, მათ შორის ეკლესიას, მიაჩნია, რომ მისი გზავნილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განა მისი პირდაპირი ვალდებულება არ არის, რომ გამოიყენოს ზუსტად ის არხები, სადაც ხალხი რეალურად იმყოფება. ანუ, რა არის იმაში ცუდი თუ კეთილი და სულიერი მესიჯი მარკეტინგული გზებით მივა მილიონობით ადამიანამდე? ერთი შეხედვით ძალიან ლოგიკური არგუმენტია. მაგრამ მედიის მკვლევრები ხშირად ამბობენ ერთ ცნობილ ფრაზას: თავად მედიუმი არის გზავნილი. აჰა, მაკლუენის თეორია. ზუსტად. მარკეტინგი და ციფრული ტექნოლოგიები არ არიან უბრალოდ პასიური მილსადენები, რომლებშიც ინფორმაცია უცვლელად გაედინება. ისინი აქტიურად ცვლიან თავად ინფორმაციის სტრუქტურას. ანუ, ფორმატ ცვლის შინაარს. კი ბატონო. მარკეტინგის ფუნდამენტალური მიზანი რა არის? მან უნდა შექმნას კომფორტი, წაშალოს წინააღმდეგობები და პროდუქტი მაქსიმალურად მარტივად მოსანელებელი გახადოს მომხმარებლისთვის. ლოგიკურია, უნდა გაიყიდოს. ხო, ის ითხოვს სწრაფ ემოციურ რეაქციას. მეორე მხრივ კი, ავტორის ხედვით, ნამდვილი სულიერება და რწმენა შინაგანად დაკავშირებულია დისკომფორტთან. სერიოზულ ძალისხმევასთან. კი, საკუთარ თავთან ბრძოლასთან, რაღაც ღრმა და ხშირად მტკივნეულ რეფლექსიასთან, რაც პირველ რიგში დროსა და სიჩუმეს მოითხოვს და არა სისწრაფეს. გასაგებია. მოკლედ რომ ვთქვათ, მარკეტინგს სჭირდება ლაიქი და სწრაფი მოხმარება, რწმენას კი ჭირდება დრო და ტრანსფორმაცია, ხო? დიახ, ზუსტად მაგაშია საქმე. როდესაც ეკლესია იწყებს მარკეტინგის ენაზე საუბარს, ის იძულებული ხდება საკუთარი მესიჯიც მოარგოს ამ ფორმატს. ანუ ამარტივებს. კი, ის იწყებს რთული, კომპლექსური სულიერი საკითხების გამარტივებას, მათ გადაქცევას რაღაც მიმზიდველ პოპულისტურ ლოზონგებად. სულიერი ლიდერი ტრანსფორმირდება, ასე ვთქვათ, ინფლუენსერად. ვაუ, ინფლუენსერად. ხო, რომლის წარმატებაც იზომება არა მისი მრევლის სულიერი ზრდით, არამედ ნახვების რაოდენობითა და რეიტინგით. წყარო გვეუბნება, რომ ამ პროცესში, როცა ფორმა სრულად შთანთავს შინაარს, თვითონ რწმენა ქრება და რჩება მხოლოდ ოსტატურად შეფუთული იმიტაცია. მძიმე მოსასმენია. კი, ტაბლეტის ეკრანზე რელიგიური ქადაგება ხდება უბრალოდ მორიგი ვიდეო, რომელსაც ადამიანი თითის ერთი გასმით გადაფურცლავს და შემდეგ ეგრევე გასართობ კონტენტზე გადავა. ეს თანასწორობა კლავს საკრალურობას. ეგ მართლა შესანიშნავი ახსნაა. აი, წარმოიდგინე, რომ რაღაც ძალიან ღრმა, ინტიმური და წმინდა, მაგალითად ნამდვილი უანგარო სიყვარული. აიღო და რეალიტის შოუდ გადააქციო. კი ბატონო, კარგი შედარებაა. ხო, დადგა კამერები, დამატო განათება, დაწერო სცენარი და გაუშვა პრაიმ ტაიმში. შოუს აუცილებლად ექნება გიჟური რეიტინგი, ექნება მილიონობით ნახვა და სპონსორები, მაგრამ ის, რასაც ეკრანზე დავინახავთ, ხომ უკვე აღარ იქნება რეალური სიყვარული. რა თქმა უნდა, ფეიქი იქნება. ზუსტად, კამერების და მარკეტინგის არსებობამ თავად ამ ფენომენის ბუნება შეცვალა. ის უბრალოდ პროდუქტად, სანახაობად აქცია. ავტორიც სწორედ ამას განიცდის. ის ხედავს, თუ როგორ იქცა ინსტიტუცია, რომელსაც ის ემსახურებოდა რაღაც გიგანტურ რეალიტი შოუდ, სადაც მნიშვნელოვანია არა შინაარსი, არამედ შეფუთვა. კი, შეფუთვამ გადაწონა ყველაფერი. და ეს პირდაპირ გვაკავშირებს ტექსტის ყველაზე მძიმე, აი კულმინაციურ ნაწილთან. მარკეტინგულ იმიჯზე ამ კონცენტრირებამ ავტორს აპოვნინა პარალელი, რომელიც რელიგიურ კონტექსტში ყველაზე რადიკალური იარაღია. ფარისეველების თემა. დიახ, ის თანამედროვე სამღვდელოებას უწოდებს ფარისევლებს და ავლებს პირდაპირ ისტორიულ პარალელს იესო ქრისტესა და ფარისევლების დაპირისპირებასთან. რატომ ირჩევს მაინც და მაინც ამ ტერმინს? იმიტომ რომ ისტორიული და თეოლოგიური თვალსაზრისით აი ამ ფარისევლების კონცეფციის შემოტანა ტექსტში შემთხვევითი საერთოდ არ არის. ის ზუსტად ეხმიანება მარკეტინგისა და ფასადურობის კრიტიკას, რაზეც წეგან ვისაუბრეთ. როგორ აბა აგვიხსენი? პირველ საუკუნეში ფარისევლები არ იყვნენ უბრალოდ ხოიცი ცუდი ადამიანები, როგორც ეს დღეს ხშირად გამარტივებულად გვესმის. აბა ვინ იყვნენ? პირიქით, ისინი იყვნენ საზოგადოების ელიტა, უკიდურესად პატივცემული ფიგურები, რომლებიც ზედმიწევნით იცავდნენ რჯულის ყველა წვრილმანს. მათი მთავარი პრობლემა, რის გამოც სახარებაში იესო ქრისტე მათ ასე მწვავედ ოპირისპირდება,
იყო ის, რომ მათთვის რელიგია გადაიქცა მხოლოდ გარეგნულ, საჩვენებელ რიტუალად. ანუ იმიჯზე ზრუნავდნენ. დიახ, მთავარი იყო როგორ გამოჩნდებოდნენ საზოგადოების თვალში, როგორ ილოცევდნენ მოედნებზე, როგორ ჩაიცვამდნენ, როგორ შეინარჩუნებდნენ სტატუსს. შინაგანი სიწმინდე, თანაგრძნობა და ჭეშმარიტი რწმენა კი მთლიანად ჩაანაცვლა გარეგნულმა ფორმამ. გასაგებია. პარალელიც აშკარაა. კი, თეოფილე მალაკია იღებს ამ პარადიგმას და სრულად არგებს თანამედროვეობას. მისი მტკიცებით დღევანდელი რელიგიური ინსტიტუცია აბსოლუტურად იდენტურ ტრანსფორმაციას გადის. ციფრული მარკეტინგი, ძვირადღირებული ატრიბუტიკა, ტელევიზიით გადაცემული რიტუალები, ეს ყველაფერი მისი აზრით თანამედროვე ფარისეულობაა. საინტერესოა. ანუ ეს არის მცდელობა შეიქმნას სრულყოფილი ვიზუალური იმიჯი, მაშინ როცა შიგნით ავტორის აღქმით სულიერი ვაკუუმია. მაგრამ იცი რა არის? ეს ხომ უზარმაზარი ისტორიული განაცხადია. როდესაც სასულიერო პირი საკუთარ კოლეგებს და ინსტიტუციას ფარისეულებს უწოდებს, ის ფაქტობრივად ეუბნება მათ, რომ თქვენ არა მხოლოდ ასცდით გზას, არამედ ზუსტად იმ ძალად იქეცით, რომლის წინააღმდეგაც ისტორიულად თავად ქრისტე იბრძოდა. კი ბატონო, ძალიან მძიმე ბრალდებაა. ხო და თუმცა ასეთი ტერმინოლოგიის გამოყენება სერიოზულ პრობლემას ქმნის. ფარისეულის იარლიყი ქრისტიანულ სამყაროში იმდენად დამანგრეველია, რომ ის მყისიერად კლავს ნებისმიერ დისკუსიას, ხო ასეა? როცა ვინმეს ფარისეულს ეძახი, იქ საუბარი სრულდება, შენ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარ ჯდები. ეგრეა დიალოგს კეტავს. ხო და ეს აღარ არის კონსტრუქციული კრიტიკა სისტემის გასაუმჯობესებლად, ეს არის დიალოგის სრული ბლოკირება და პირდაპირ ომის გამოცხადება. მართალი ხარ, მაგრამ ტექსტის სტრუქტურის ანალიზი აჩვენებს, რომ ავტორის მიზანი არც არის დიალოგის დაწყება ან სისტემის შიგნიდან რეფორმირება. ანუ საერთოდ არ ცდილობს გამოსწორებას. არა, როდესაც ის იყენებს ამ უკიდურეს მეტაფორას, ის გვაჩვენებს, რომ მივიდა იმ წერტილამდე, სადაც მიიჩნევს, რომ ინსტიტუციასთან საუბარი აზრს მოკლებულია. ფასადთან ვერ იკამათებ, ხო? კი, ლოგიკურია. ფასადი არ გისმენს. შესაბამისად, მისი მიმართვა, მისი ეს მხილება არ არის გამიზნული თავად სამოდელოობისთვის, რათა მათ შეიცვალონ პოზიცია. ეს არის რადიკალური გამოფხიზლების სიგნალი მიმართული გარეთ. ანუ ვისკენ? მრევლისკენ. ზუსტად. იმ ადამიანებისკენ, მრევლისკენ, რომლებიც გრძნობენ ამ სიყალბეს, მაგრამ ინსტიტუციის ავტორიტეტის გამო ვერ ბედავენ საკუთარი ეჭვების ხმამაღლა გამოთქმას. აჰა. ავტორი ფაქტობრივად ანგრევს ამ ავტორიტეტს და ამბობს, რომ ჭეშმარიტების ძიება უკვე ამ სისტემის მიღმა მის ნანგრევებზე უნდა დაიწყოს. ეს არის დეკონსტრუქციის აქტი და არა რეფორმის. და სწორედ აქ იკვრება წრე, საიდანაც დავიწყეთ. ამიტომაც უწოდებს ის ამას საკუთარი ცნობიერების სავიზიტო ბარათს. მისი მიზანი აღარ არის რაღაცის შეკეთება შიგნით. მისი მიზანია დადგეს სიმართლის მხარეს, როგორი დამანგრეველიც არ უნდა იყოს ეს სისტემისთვის. კი ბატონო, ზუსტად ეგ არის მთავარი არსი. მოდი მოკლედ შევაჯამოთ, რა გავიარეთ დღეს. ჩვენ დავიწყეთ ფსიქოლოგიური მდგომარეობით, რა ფასი აქვს და რას ნიშნავს ინდივიდისთვის, როცა ხმის ამოღება, ეგრეთ წოდებული whistleblowing-ი, მისი იდენტობის ერთადერთ შესაძლო ფორმად იქცევა. კი, ეგ იყო პირველი ნაწილი. შემდეგ გავაანალიზეთ კონკრეტული კრიტიკა. როგორ ანადგურებს ციფრული ეპოქის მოთხოვნები, ტელევიზია და მარკეტინგი რელიგიის მისტიურ და რთულ ბუნებას და აქცევს რა მას ადვილად მოსანელებელ ზედაპირულ პროდუქტად. აჰა, ფორმა და შინაარსი. ზუსტად. და ბოლოს მივედით ისტორიულ პარალელამდე, სადაც ეს გარეგნულ ფორმაზე ორიენტირებული მიდგომა გაიგივებულია ბიბლიურ ფარისეულობასთან. ჩვენ რა თქმა უნდა სრულად ვინარჩუნებთ ჩვენს ანალიტიკურ ნეიტრალიტეტს, თუმცა შეუძლებელია არ დაინახო ის უზარმაზარი ტალღა და რეზონანსი, რასაც მსგავსი ტექსტები იწვევს საზოგადოებაში. ნამდვილად. და ამ ყველაფრის გაანალიზება აუცილებელია, რადგან მსგავსი კრიზისები, აი მსგავსი მხილებები, მხოლოდ კონკრეტულ ვიდეოს ან ერთპიროვნებას არ ეხება. ეს არის სიმპტომი იმ დიდი ტრანსფორმაციისა, რომელსაც ზოგადად ტრადიციული ინსტიტუციები განიცდიან თანამედროვე სწრაფ, ციფრულ ეპოქაში, სადაც ყურადღების შენარჩუნება მთავარ ვალუტად იქცა. ეგ ძალიან ზუსტი შენიშვნაა. და სწორედ აქედან იბადება ის მთავარი საფიქრალი, რომელიც მინდა შენ, ჩვენმა მსმენელმა შენს ყოველდღიურობაში წაიღო.
დავივიწყოთ ერთი წამით, კონკრეტულად რელიგია და ეკლესია. კი, განვაზოგადოთ. ხო, თუ კი ყველაზე ძველი, ყველაზე ტრადიციული და სულიერებაზე ორიენტირებული ინსტიტუციაც კი შეიძლება დაემორჩილოს მარკეტინგის წესებს, შინაარსი ჩაანაცვლოს იმიჯით და იქცეს უბრალო ბრენდად, მაშინ როგორ უმკლავდებით ამას დანარჩენ ცხოვრებაში? რთული კითხვა. კი, ძალიან. როგორ უნდა შევძლოთ მე და შენ ამ ინფორმაციულ ქაოსში გავარჩიოთ ნამდვილი გულწრფელი იდეა, იქნება ის ახალი ამბავი, პოლიტიკური დაპირება, მეგობრის რჩევა თუ საკუთარი განცდებიც კი, აი ამ ოსტატურად შეფუთული მარკეტინგული პროდუქტისგან, სად გადის ზღვარი რეალობასა და სარეკლამო რგოლს შორის? მართლად დასაფიქრებელია. იქნებ ჭეშმარიტება უკვე კარგა ხანია აღარ ცხოვრობს გრანდიოზულ უსაფრთხო სისტემებში და მისი პოვნა მხოლოდ იმ ადამიანების ხმაში შეიძლება, ვინც არ უშინდება საკუთარი სავიზიტო ბარათის მაგიდაზე დადებას. დაფიქრდე ამაზე. შენ უსმენდი ჩვენ სიღრმისეულ განხილვას, შევხვდებით შემდეგ ჯერზე.